აი აქ დაბრძანდით ქალბატონო მე ავდექი. დაუთმედე. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ისი ამ ხელა პენსიონერი ქალი ვარ. მომარიკო ჰენ შენი ბარათი და დააფიქსირე მიდი. რა ჩაირთო ეს? აი მე როგორ ჩაირთო ეს? ეს როგორ მესიცხება ამისი ხმა? ფულისტი ესა. აი ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხლა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატონო, ზვიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლენ მე რუსების იმანა კი ვართ აგერ ჭაობში. აი ეს მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამ ხელა ქვენ მოქმედი და ის არის აყავა ქვეყანა. კოცალა ბაბოს დაუთმიათ კიდე თუ. აჰა ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადი. რა ქვეყანა აყავა ქალბატონო? სოციალური ბარათით გადაიხადეთ მგზავრობის ფული. არ დამენახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხვდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ან რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ის შუახნის ქალები იმას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ავანტყოფობა არის უკვე. დაასიცხლიანეთ, დაასახით სამდენი ხალხი და ციხეში გავუშვეთ, წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანდით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკებ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებული 15 ლარი. თეთრ აქვეშველებ. მაგრამ უნდა გოშველოს კაცო, როგორ არ გოშველებ.